Უბრუნდებით გიორგი კიკაძის დაკრძალვის ცერემონიას რუსთავის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან რამდენიმე წუთში გამოასვენებენ მას და დაკრძალვის ცერემონია დაიწყება სამგლოვიარო პროცესიას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი ამერიკის ელჩი უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებიან გიორგი კიკაძე 10 დღიანი ძებნის შემდეგ 29 დეკემბერს მოკლული იპოვეს ავღანეთში. ჩვენ მოვედით რომ სამძიმარი გამოუცხადოთ ოჯახს და თანაგზნობა საუბედუროთ მეტი აღარ შეგვიძლია. მინდა გავაკეთო განცხადება რომ კაცმა თავის სამშობლოს შესწირა თავი საერთაშორისო თანამეგობრობის ჯარებთან ერთად ის იცავდა არა მარტო საკუთარ სამშობლოს, არამედ იცავდა უცხო ქვეყნის უსაფრთხოებასაც და ამით ძალიან დიდ იმიჯს უქმნიდა ჩვენს სამშობლოს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დანაკლისია ეს მთელი საქართველოსათვის და მე არა ოჯახთან ერთად მთელ საქართველოს უცხადებ სამძიმარს. გიორგი კიკაძის გარდაცვალება არის ძალიან დიდი ტრაგედია არა მხოლოდ ოჯახისთვის, მთელი საქართველოსთვის, მთელი სამხედრო შეიარაღებული ძალებისთვის. ის იყო ვაჟკაცი ბიჭი, მეორეჯერ წავიდა მისიაში. მე ვიტყოდი რომ ჩვენ ყველა ჩვენი დაკარგული ჯარისკაცის ხსოვნას უნდა ვატარებდეთ გულით, იმიტომ რომ ისინი არა მხოლოდ გლობალურ და სოფლიო უსაფრთხოებას, პირველ რიგში საქართველოს უსაფრთხოებას იცავენ ავღანეთში. ეს ტრაგედია, რომელმაც კიდევ ერთხელ უნდა ყველა დაგვაფიქროს იმაზე, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ამ მისიაში აღებული, რამდენად საჭიროა წინდახედულება, სიფრხიზლე და დისციპლინა.